კომბინატში 279 აქტიური ბრძოლები. ეს ბრძოლები მიმდინარეობს საჩხერესთან. დელტა 25, დელტა 25, როგორ გესმის ალფა 55 ვარ. 2400 მეტრი. რათა მოახდინოს მოწინააღმდეგე შეყოვნება. დღეს ვაჩვენებთ ამ ჯგუფით რეალურად რას აკეთებს ერთ-ერთი ჯავშანზე მონადირე ჯგუფი. მოგესალმე ბატონებო, გაგესწორებთ მე ვარ 33 ბატალიონის მაღლები, ანუ თაღუნაგირა, რომელიც არის ჩემგან 12-ის პირველი ხარისხოვანი გზანო ასოატინი არის ბრავოს სექტორში, სადაც საბრძოლო მოქმედებას ასრულებს. ის არ იქნება ხევში ნაკლებად მობილური და ის ვერ გააშლის საბრძოლო წყობაში თავის ქვედანაყოფს. თან დაკავშირებით გახსნათ ვაცხადებ. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. მომავლის დაგეგმარების პროცესში გაითვალისწინებს მიუღწეველი დარჩება და შესაბამისად განგვიჭირდება სწავლებაში მონაწილეობისათვის ემსახურებს საქართველოს სწავლება არის ოპერატიულ-ტაქტიკური დონის, რომელიც ემსახურება დასავლეთ საქართველოში, დასავლეთ საქართველოს რეგიონში, სარდლობაში შემავალი ქვედანაყოფების, როგორც ოპერატიულის, ასევე ორგანული ქვედანაყოფების შეწყმას, მათ ინტეგრირებას, რომელიც ესე იგი უნდა უზრუნველყოფს, რომ დაიხვეწოს ერთმანეთთან კოორდინაცია, მართვის სისტემები და რეალურ ძალებზე და რეალურ საშუალებებზე მოცემული ვითარებიდან გამომდინარე მოხდეს უწყებებთან შორის შეწყმა. თანამშრომლობა შედგა, ჩართული არის შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებები, როგორც სასაზღვრო პოლიცია, ისევე საზღვაო სანაპირო დაცვის პოლიცია. ასე იგი მიმდინარეობს გეგმების განახლება, გეგმების დამტკიცება ამ სწავლებაში. სწავლების სცენარიდან გამომდინარე ყველა ასრულებს თავის ამოცანას. და ვფიქრობ, რომ დღევანდელი სწავლების მიზანი პრინციპში შესრულებული არის, მიღწეულია ის დონე, რასაც ველოდებოდით ჩვენ მათთან კოორდინაციით. 33 ბატალიონს დაევალა დავალება, რომ მოწინააღმდეგის ბლოკირება შეყოვნება. რაც შეეხება ჩემი ოცეული, ეს არის მონადირეთა ჯავშანსატანკო მონადირე ჯგუფი, რომელიც ჩემი დავალება იყო უშუალოდ მოწინააღმდეგის ბატალიონის ავანგარდის განადგურება, რათა არ მოეხდინა მოწინააღმდეგეს პლაცდარმის გაკეთება დასახელებული პუნქტის ნავენახების მიმართულებით. რათა გაეტარებინა მოწინააღმდეგის ძირითადი ძალები ქალაქ ქუთაისის მიმართულებით. სწავლება შეიძლება შეფასდეს დადებითად, აღნიშნული სწავლება იყო მაქსიმალურად მიახლოებული რეალურ საბრძოლო ვითარებასთან. ხარვეზები მიზიდულ ქვედანაყოფებს არ ქონიათ და პროგრესი ის არის, რომ უფრო მეტი სწავლებები უნდა ჩაატაროს როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის სარდლობებმა, რათა მაქსიმალურად დაიხვეწონ